არსებობს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, რომელიც ძალიან დიდი ხანი არ გინახიათ, რომელთანაც ყველანაირი ემოციური თუ რეალური კონტაქტი ჩაჭრილი გაქვთ, რომელსაც არც კი იხსენებდი, მაგრამ რაღაცამ ამოგიტივტივათ, არ ვიცი, შეიძლება აზრები აგიკვიატათ მასზე, შეიძლება სიზმარში ნახეთ, შეიძლება რაღაც იმ ადგილას აღმოჩნდით, სადაც ამ ადამიანთან ქონდა გადაკვეთა და გაგახსენა ადგილმა ის, ან ამ ადამიანის სურნელი იგრძენით უცებ ქუჩაში თუნდაც. და აგჭდეთ კითხვა, რატო ამდენი ხნის შემდეგ, შეიძლება ამდენი წლების შემდეგაც კი, რატომ ამტივტივდა ეს ადამიანი ჩემში. მოდი ვნახოთ. აი, ზუსტად რაც თქვი, რა მიმართულებითაც დავიწყე, გაშლა ამოვიდა ეს სიჩუმე. დიახ, ეს მოწმობს იმაზე, რომ თქვენს ცხოვრებაში, თქვენ მისთვის და ის თქვენთვის არის მდგომარე სიჩუმე, პაუზას ვერ ვიტყვი, ეს არის განშორება სამუდამოდ, ეს არის დახურული თემა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არც კი გაგხსენებიათ, ესე შეიძლება ითქვას, არც კი გაგგონდებოდათ, მისკენ გახედვაც კი არ გინდოდათ. რაღაცა მოხდა ისეთი, რომ ყველაფერი მასზე მისი, მისკენ ჩაკეტეთ და დაგმანეთ, თქვენ სულს ვერ უბრძანებთ და თქვენ შინაგანში, თქვენს არაცნობიერში ის თქვენთან ყოველთვის ცოცხლობს და თქვენ მისთვის. ვნახოთ აბა რატო მოხდა ეს ამდენი ხნის შემდეგ, რატო ამოტივტივდა ეს ინფორმაცია. პირველ წყარო, ეს მაჩვენებს, რომ თქვენ როცა იყავით ერთად, სანამ აი ამას დალუქავდით ამ ურთიერთობას, სანამ ჯეპირებს ჩაკეტავდით, სანამ ხიდებს დაწვავდით და დაანგრევდით თქვენ შორის, თქვენ იყავით ძალიან ერთი მთლიანი, ერთი სავსე, ერთი დიდი მოგიზგიზე ცეცხლი, სიყვარული, მზე, საოცარი ურთიერთობა გქონდათ თქვენ. იმიტომაც არის ესე ღრმად ჩარჩენილი თქვენს არაცნობიერში თქვენი ურთიერთობა, თქვენი მოგონებები, იმიტომ რომ ეს იყო სრული სიყვარული, ეს იყო, აი ნახეთ რას გულისხმობ, აი ამ ორ არკას რო ვუყურებ, ეს არის დალექილი მეხსიერება ერთმანეთზე და ეს არის ძლიერი ემოციები, თუმცა მიძინებული, მაგრამ ძალიან მყარი და ძალიან ხელშესახები. და მეორე არკანი, რას მეუბნება, როგორ ემოციას იწვევს ჩემში. ნახეთ, არსებობს ესეთი მითოლოგიური თქმულება, რომ ღმერთმა ქალი და კაცი არ შექმნა თავიდანვე ცალ-ცალკე ორ ადამიანად, არამედ იყო ერთი ადამიანი, ერთი დიდი სრულყოფილება და შემდეგ განაცალკევა ეს ერთი სრულყოფილება და მას შემდეგ არის, რომ მამაკაცი ქალისკენ მიუტყვის და ქალი კაცისკენ, რომ ეს გაერთიანება ერთ სისრულე შედგეს და იგრძნოს, რომ მე ვარ ერთი მთლიანი. ეს არის ზუსტად, მე ესე ვფიქრობ, სიყვარულით სექსის იდეა, რომ ამ კავშირის დროს გაერთიანდეს ადამიანი და ერთ სულ და ერთ ხორცს იყვნენ. და ამას მაჩვენებს მე, რომ თქვენ იყავით ერთი მთლიანობა, ერთი დიდი სიყვარული, ერთი დიდი ჰარმონია, ერთი განუყოფელად ერთი. ვნახოთ აბა რატო მოხდა ესეთი დიდი ემოციების შემდეგ, აი რატო დადგა ესეთი მარტოობა. მარტოობა ორივესთვის ძართული იყო, ან არის კი, ეხლაც არის, იმიტომ რომ აი ეს არკანი მაჩვენებს, რომ ეხლაც არის. თუმცა რაღაცა ერთმაც და მეორემაც შეძელით, რომ გაგეყუჩებინათ ეს ტკივილი, ეს მარტოობა, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო არის გასული და აი რაღაცა, მოდი ესე ვთქვათ, ოთახი უპოვა ამ მოგონებებს, სადაც შესვით ერთმანეთი და ჩაკეტეთ, ჩარაზეთ. რომ თან ეს კარის კედლის ფერად გადაღებთ, მე მგონი, რომ კარად არ გაგექვათ, რომ ცდონება არ ყოფილიყო, რომ გაგეღოთ. აი ესე გადაწყვიტეთ, რომ მოგონება ერთმანეთზე ჩაგერაზათ, იმიტომ რომ ეს მარტოობა იყო გაუსაძლისი, ძალიან დიდი ტკივილი, დამანგრეველი ტკივილი
და თუ რამე გიყუჩებდათ იმ მომენტში ერთმანეთზე ფიქრი იყო, მაგრამ როგორც კი მოტრიალდებოდით, უფრო მძაფრი, უფრო დამანგრეველი და მომაკვდინებელი იყო მარტოობა, ამიტომ გადაწყვიტეთ ამ მოგონებების იზოლირება. ნახოთ მიზეს ვეძებ, რატო მოხდა ამ ადამიანის ესე ამოტივტივება და ესე ვთქვათ აი დაგმანული მოგონებების ამოტანა თქვენ ცნობიერში არაცნობიერიდან. ნახეთ ამ ადამიანმა ვიზეც არის საუბარი რაღაცა დააკლა ამ ურთიერთობას. ნახე, რაღაცა კომფორტის ზონის დანგრევა ვერ შეძლო, ვერ გამოვიდა, ვერ გაბედა, ვერ გამოიჩინა სიმამაცე. იმ მომენტში არჩია, რომ რაღაც კომფორტის ზონაში ყოფილიყო, ვიდრე თქვენთან. მიუხედავად იმისა, რომ ხელს სიყვარული იყო, რაღაცას ვერ გაუძლო, აი რაღაცა ვერ გაუძლო, მაგრამ ამ ვერ გაძლებას, ცდუნებას ვერ სძლია, ესეთი ინფორმაცია მოდის, ცდუნებას ვერ სძლია ამ ადამიანმა. წარსულზე ჩაბღაუჭება. ხო, აი ამ ადამიანს ჰქონდა რაღაცა წარსული, რაც მოყვებოდა, რაც იყო რაღაცნაირად ჩაბღაუჭებული, არ ვიცი ემოციურად, შეიძლება საჯარო გაშლა ვიღაცასთან ფინანსურად, ვიღაცასთან მორალურად, ვიღაცასთან რაღაცა სტატუსის თემა იყო ეს და ასე შემდეგ, მაგრამ აშკარად იყო, რაც თქვენამდე მოყვებოდა ამ ადამიანს და აი ამაზე იყო ჩაბღაუჭებული და ვერ გაუშვა ხელი ამის. ვერ გამოუშვა ხელი, მაგრამ უთქვენოდ გამოიფიტა, უთქვენოდ დაინგრა, უთქვენოდ შეიშალა, იმიტომ რომ იცით, ის სიტკბო, ის რაღაცა მაგიური ელექსირი, ის საოცარი ნირვანა, ის საოცარი კაიფი, იმის შეგრძნება, რომ მე ვარ ერთი მთლიანი, რაც ვთქვი თავში, მე ვარ სრულყოფილი. მე ვარ, არ ვიცი, მოკაშკაშე ვარსკვლავის სამყაროში ერთ-ერთი შენთან ერთად. შეიძლება იმ მომენტში ეს არც უფიქრია, რომ ეს ესეთი ტკივნეული იქნებოდა და აერჩია ეს წარსულზე ჩაბღაუჭება, ეს კომფორტის ზონა, მაგრამ ამასთან დარჩენილი უთქვენოდ მორალურად, შინაგანად, სულიერად დაინგრა ეს ადამიანი, გამოიფიტა. ნახეთ, ეს ადამიანი დაემსგავსა რაღაცა მოსიარულე მკვდარს, ხო, ვიტყვი ესე მოსიარულე მკვდარს, იმიტომ რომ რეალურად ხო ცოცხალია, დადის სუნთქავს, ჭამს, მაგრამ შიგნით მოკვდა. აბსოლუტურად დაინგრა და ჩამოიშალა. ფსიქოლოგიური პრობლემები ოღონდ კლასიკური გაგებით არა, ანუ შფოთვები წამოვიდა ამასთან დაკავშირებით. გრძნობს რომ გაგლიჯეს, ნახე, აიძულა, რამ აიძულა ისევ და ისევ თავისმა გაუბედაობამ, დაზარებამ, რომ არ დაანგრია ეს კომფორტის ზონა, მაგრამ აი გრძნობს რომ გაიგლიჯა ორ სამყაროს შორის, სიყვარულსა და ამ რაღაცა ვალდებულებას შორის, ამ რაღაცა წარსულზე ჩავღაუჭებას შორის. სხვათა შორის ხუთიანი არის აი ამ ნუმეროლოგია და შეიძლება იყოს ესეთი რაღაცა, რომ ოჯახი ყავდა ამ ადამიანს და აი ეს ვერ გაუშვა ძალიან დიდ სიყვარულსა და ასე ვთქვათ, ვალდებულებებს, მორალურ ვალდებულებას, ხო, მეუღლესთან ვალდებულებას, შეიძლება იყოს შვილებიც, ამასთან ვალდებულებას შორის გააკეთა არჩევანი მორალური, მაგრამ აქ არ ჩანს მართალი რო გითხრათ, მორალური არჩევანი, აქ უფრო ჩანს კომფორტის ზონა ვერ დაანგრია. ვერ შეძლო შეწინააღმდეგებოდა აი ეს შინაგანი სამამაცი, აქ არ ჩანს განზრახვა, რომ მე ამას ვაკეთებ მორალურობიდან გამომდინარე. არა, ეს თავისი გაუბედაობით მოხდა და კი ბატონო, შეიძლება გარედან შეაფასოს, რომ ეს მორალური საქციელი იყო და გამბედაობა, მაგრამ შინაგანად დაანგრია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ სიყვარულის გემო გაიგო და უსიყვარულობამ დაანგრია და აი
შფოთვა აქვს მომატებული და ეს შფოთვა სხვათა შორის ლინდება ამ ადამიანიდან, ვეღარ იკავებს შიგნით იგრძნობა, რომ გამოდის ამ ადამიანიდან, ვიზე ტყდება ეს შფოთვა და ნერვიულობა და რაღაცა დოზის აგრესია, ალბათ იქ სადაც დარჩა, ვისთანაც არის, ხო? ესეთი სიტუაცია არის. კარმული იყო ეს ურთიერთობა. კარმული იყო და აქ ჩანს შედეგი, რომ დაინგრია. ეხლა ძალიან ისეთი ის მოხდება ამ გაშლის შემდეგ, რომ მე თვითონ დაოჯახებული ვარ, ქალი ვარ და ვიცი რა არის ოჯახის თემა, ნამდვილად გაზრებული მაქვს ადამიანურად, მაგრამ სამყაროში ესე არ არის, სამყარო ესეთ გამოწვევებს უკეთებს ხოლმე ადამიანს, რომ თავისი თავი იპოვოს თუ რაღაცა დოგმებს შეწიროს თავი, რაღაცა არ არის ნამდვილად ოჯახი, მაგრამ აი ახლა ნახე აქ რაც ჩანს, ეს ოჯახი არ არის ის ოჯახი, რასაც ოჯახი ქვია. ეს არის ნახე ნანგრევები, ეს არის ნაფოტებად ქცევა. აქ არის აგრესია. ამ აგრესიას თუ აქ შვილები არიან უყურებენ ეს შვილები, უბედურია ქალიც, უბედურია კაციც. აი ეს ყველაფერი არ იქნებოდა და იქნებოდა ძალიან დიდი ჰარმონია. ძალიან დიდი ჰარმონია და ბედნიერი ადამიანი, ნახე აქ ბევრი უბედური ადამიანი არის. აი ამ კომფორტის ზონის არ დარღვევამ ძალიან ბევრი ადამიანი შექმნა. მინიმუმ 3 და მაქსიმუმ კიდე შვილები რო დავუმატოთ, იმიტომ რომ ეს შვილები უსიყვარულო ოჯახში იზრდებიან, კონფლიქტურ ოჯახში იზრდებიან, აგრესიას უყურებენ. და შეიძლება და ყოფილიყო 3 ბედნიერი ადამიანი, 2 შეყვარებული და აქ ნამდვილად ოჯახია, ესეთი ენერგიები. ნამდვილად ოჯახი იყო და ქალსაც შეიძლება იპოვნა, შეიძლება კი არა აუცილებლად იპოვნი და თავის ადამიანს, თავის მეწყვილეს, იმიტომ რომ აი აქ ქალის ენერგია ჩანს და ვარსკვლავები ამ ქალმაც დაკარგა თავისი სიყვარული და რეალურად აი ეს გაერთიანების ნახვა, რაც შეიძლება ოფილიყო. ანუ მინიმუმ 3 უბედური ადამიანი დარჩა, ნუ იმ მომენტში და ეს ორი თქვენ როგორ ხართ არ ვიცი, მაგრამ ეს 2 ნამდვილად აი ნახე რა დღეში არიან. ნახე რა ხდება. აი ამ ადამიანს ეთყობა რამე ბედნიერების ის არის აი ნახე აღარ გიხარია სიცოცხლე, მოხუცდები, ბერდები, შინაგანად სულიერად, იმიტომ რომ არის კონფლიქტები, იმიტომ რომ არის კონფლიქტებში არ გულისხმობს, შეიძლება არ იყოს ფიზიკური კონფლიქტი, მაგრამ იყოს ხო ემოციური კონფლიქტები, იყოს მორალური კონფლიქტები, ფსიქოლოგიური კონფლიქტები, ძალადობა ერთმანეთზე. ხო, აი ნახე როგორი რკინის თითქოს რაღაცა რობოტები არიან, ცველები ამ სიტუაციის. ნახე ორივე ატას ძალას, რომ შენარჩუნდეს და დაიცვას ის რა არჩევანიც გაკეთდა. ნახოთ აბა საბოლოო ჯამში. აი რატო ამოგიტვირთებდათ ეს ყველაფერი. ეს ადამიანი გააქტიურებულად ფიქრობს თქვენზე და ტელეპათიური მომენტია. აბა გაიხსენეთ თქვენ ურთიერთობის დროს გქონდათ თუ არა ტელეპათიური ურთიერთობა, რას გულისხმობ ტელეპათიურ ურთიერთობაში? გაგახსენდათ დაგირეკა. დაგესიზმრა და ესიზმრა. იფიქრე და თქვა ის რაც იფიქრე. გექნებოდათ ესეთი კავშირი, იმიტომ რომ თქვენ ერთი მთლიანი იყავით. თქვენ ის ადამიანი იყავით, ღმერთმა რომ გააცალკევა და ერთმანეთისკენ მიისწრაფეს. ნამდვილად იყავით ის ადამიანი თქვენ ერთმანეთისთვის. ახლა რა ხდება? გარდა იმისა, რომ ეს ტელეპათიური მომენტი ჩაერთო, თქვენი მხრიდან ჩანს და მისი მხრიდანაც ჩანს ეს ორმხრივი არის, ეს არის მიმღებლობა. ნახე, ტკივილი კი არის ყველაფრის, მაგრამ მიმღებლობა მოხდა. ნახე, ეს ტკივილი არ არის აგისგისებული ცეცხლი უკვე რო გწვავს, ეს არის უკვე დაფერფლელი, გადამუშავებული, გატარებული, გაანალიზებული, რა შემეშალა, რა გავაკეთე, რა უნდა მექნა, ხო, სად არ მეყო ძალა, სად არ მეყო გამბედაობა, რა მასწავლა ამ ყველაფერმა. ეს ყველაფერი არის გადამუშავებული და ძალიან გახსნილია ხა ეს ტელეპათიური პორტალი თქვენ შორის. არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ნახეთ როგორი
ყვავილია. მოხდეს აი ამ რამდენ ხანს გაუძლებს არ ვიცი, მაგრამ მოხდეს თქვენი გადაკვეთა. რაღაცა ფორმით, შეიძლება შემთხვევითობა დაარქვათ ამას, თუმცა შემთხვევით სამყაროში არაფერი არ ხდება და შეიძლება დაგეგმილიც იყოს ეს და აი ეს ადამიანი აპირებდეს თქვენთან შეხვედრას. არის რაღაცა აი ნახე, არის რაღაცა, მინიმუმ ის რაღაცა, რომ მე შენ მართლა მიყვარდი. მიუხედავად იმისა, რომ აი ასეთი იმ დონის ტკივილი იყო, რომ ესეთი იზოლაცია მოხდა თქვენი ერთმანეთისგან, ესე ჩაკეტეთ მოგონების დონეზეც კი, შეიძლება ეს დარჩა სათქმელი, რომ მე შენ მიყვარხარ. შეიძლება ამიტომ მოდის ეს ადამიანი. დავალოდოთ და მომწერთ. მე ვარ ნათია შაი და ჩემთან კონსულტაციაზე ჩასაწერად შეგიძლიათ დამეკავშირდეთ ნომერზე, რომელიც აქტიურია ვიბერზეც, WhatsApp-ზეც 591233507 ან Facebook გვერდზე ქართული შრიფტით მომწერეთ რეიქი მკურნალი. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე.